გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, დიდი მადლობა რომ მიყურებთ, ყველას მოგიკითხავთ, განსაკუთრებით ვინც ხშირად მადევნებთ თვალს, განვაგრძობ ისევ ირანის გარშემო მიმდინარე პროცესების მიმოხილვას და საინტერესო ეპიზოდი გველოდება წინ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. პირველ რიგში ის რომ ოფიციალურად დადასტურებულია ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის ლიკვიდაცია, გარდა ამისა ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გაანადგურა კიდევ რამდენიმე უმაღლესი რანგის სამხედრო და პოლიტიკური თანამდებობის პირი, გრძელდება პერსონებზე ნადირობა და გრძელდება ასევე განადგურება სამხედრო ინფრასტრუქტურის შტაბების, მიწისქვეშა საცავების ასევე ფოკუსი არის ცხადია ჰაერსაწინააღმდეგო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, ირანის არსენალზე, ბალისტიკურ რაკეტებზე, რომელსაც ამ ეტაპზე ჯერჯერობით ისევ იყენებს ირანის რეჟიმი, ან ის, რაც ყოველ შემთხვევაში მათგან დარჩა. ისინი კვლავ აგრძელებენ წინააღმდეგობას, ბომბავენ რეგიონის ქვეყნებს და არის მსხვერპლი მათ შორის ისრაელშიც. გავრცელდა ცოტა ხნის წინ ცნობები იმის შესახებ, რომ 4 ბალისტიკური რაკეტა, ზებგერითი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს ამერიკული ავიამზიდის აბრაამ ლინკოლნის მიმართულებითაც. მოკლედ, ბევრი ცხელი ამბავია და დაანონსება არ უნდა გამომრჩეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლის, რომელიც უკავშირდება უფრო ესკალაციის გაფართოებას, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ დღეს ღამით დაგეგმილი არის სპარსეთის ყურის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. განსაკუთრებით საუდის არაბეთი აქტიურობს იმ კუთხით, რომ მათ როგორც ჩანს თითქმის გადაწყვეტილი აქვს სამხედრო ოპერაციაში ჩართვა. ჯერ კიდევ გუშინ ისინი აცხადებდნენ, რომ მათი სუვერენიტეტი დაირღვა ირანის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული დარტყმების შედეგად. ვიცით, ვნახეთ კადრები უამრავი, სადაც დარტყმები არის კომერციულ სექტორზე, ტურისტულ ზონებში, დუბაი, ცათამბჯენები, ასე შემდეგ. ბევრი რამ ვნახეთ, პრინციპში გუშინაც საინტერესო დღე იყო, 2 ეპიზოდი ჩავწერე, შეგიძლიათ გადაავლოთ თვალი ჩემ არხს და თუ გაინტერესებთ დეტალურად რა ხდებოდა გასული 24 საათის განმავლობაში ნახოთ და გაეცნოთ, ესეთ შეჯამებულ ინფორმაციას. ამის საშუალებაც გაქვთ. მოკლედ დავიწყოთ, ვიდრე დავიწყებთ, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ არხი თუ არ გაქვთ გამოწერილი, იმ შემთხვევაში თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო და საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის და ლაიქეთ. დატოვეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, როგორ ელოდებით სამომავლოდ ამ პროცესის განვითარებას და თუ უფრო მეტის გაკეთება გსურთ ამ არხის განვითარებისთვის, გახდით ჩემი სპონსორები, შესაბამისი მონაცემები, ანგარიშის ნომრები, PayPal-ის ლინკი, Patreon-ის ლინკი მითითებული არის ვიდეოს აღწერაში და დალაიქება არ დაგავიწყდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ვიდეო უფრო მეტ მაყურებელს მიწვდეს. დავიწყოთ მოკლედ ალი ხამენეი, ეს არის კადრს, რომელსაც ახლა ხედავთ ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადება, ესეთი ფოტო და გრაფიკული გამოსახულება, სადაც, თავარი რამ არის ნათქვამი, რომ ალი ხამენეი არის ლიკვიდირებული და შემდეგ არის აღწერილი თუ რა დიდებული საქმეები აქვს მას ჩადენილი ისრაელის წინააღმდეგ, აღარ შევჩერდები ამაზე. ბოლო ციტატას მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაპყრო, აქ არის თავად ხამენეის მიერ ნათქვამი სიტყვები, სადაც ის აღნიშნავდა, რომ ისრაელი არის სიმსივნე, რომელიც აუცილებლად უნდა მოიკვეთოს ისლამური სამყაროს შუაგულიდან. ალი ხამენეი იყო ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი იმ ღერძის, რომელიც მიზნად ისახავდა და ღიად აცხადებდა, რომ მათი მიზანი იყო ისრაელის განადგურება და ისინი ხშირად სკანდირებდნენ ხოლმე, მოგეხსენებათ სიტყვებს ალი ხამენეისთან ერთად, მთელი მისი რეჟიმი, რომ სიკვდილი ისრაელს და სიკვდილი ამერიკას. საბოლოოდ ალი ხამენეიმ ნახეთ, როგორც დაასრულა სიცოცხლე, გუშინ პირველივე დარტყმა განხორციელდა სწორედ იმ მომენტში, როდესაც ხამენეი სამხედრო და პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან ერთად თეირანის ცენტრში მართავდა თათბირს, ასე ვთქვათ, შეხვედრას და სადაზვერვო სამსახურებისგან მიწოდებული ზუსტი ინფორმაციის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალებმა
რაკეტებით ზუსტად დაარტყა ამ ადგილს, სადაც ეს დიდი შეკრება იყო და საბედისწერო შეკრება იყო ამ ხალხისთვის და შედეგი სახეზეა. ნუ თავდაპირველად შეგახსენებთ, რომ ესე იგი გუშინ მთელი დღის განმავლობაში უარყოფდნენ, თითქოს ხამენეი ცოცხალი იყო. ერთ-ერთი ცნობა გავრცელდა, რომ იგივე ლაივში აპირებდა ის მოქალაქეებისთვის მიმართვასაც კი, ეს მაშინ როდესაც რეალურად მათ იცოდნენ, ხო, ფაქტია რომ იცოდნენ ლიკვიდაციის ფაქტის შესახებ, თუმცა იყვნენ პანიკაში, ცდილობდნენ მოეძებნათ გზები, თუ როგორ უნდა ეცნობებინათ ეს ხალხისთვის და ამ პერიოდის განმავლობაში იტყუებოდნენ, მათ შორის იტყუებოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიც ერთ-ერთ ტელეეთერში, რომელიც იღიმოდა და ამბობდა, რომ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. საბოლოოდ დადასტურდა, რომ არაფერიც არ არის რიგზე და მას შემდეგ რაც უკვე პირველ რიგში ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურ დონეზე გააკეთეს განცხადებები, რომ ხამენეი ლიკვიდირებულია და ამის მტკიცებულებებიც ნახეს. დიდი ალბათობით ფოტო ან ვიდეო მასალა იქნებოდა გაგზავნილი ისო და ისევ სადაზვერო სამსახურების მუშაობის შედეგად. უბრალოდ სხვა გზა აღარ ჰქონდათ, მოუწიათ აღიარება და აღიარება აი ასე გამოიყურებოდა. ეს კიდევ ცალკე ამბავი არის ირანის სახელმწიფო მედიის არხებზე წამყვანებმა როგორ გამოაცხადეს ხამენეის სიკვდილი. ორ ვიდეოს გაჩვენებთ, ორივე ძალიან საინტერესო და სიმბოლური არის, ასახავს იმას თუ რა სახე აქვს ზოგადად ასეთი რეჟიმების მედიას და როგორია მათი წამყვანების ქცევა. ნახოთ ეს პირველი ვიდეო. ملت بزرگ ایران روح بلند پیشوای ملت بزرگ ایران შინაარსი ცხადი არ მესმის რას ამბობს გასაგებია მთავარი გზავნილი რაც არის უნდა თქვას რომ ალი ხამენეი ცოცხალი აღარ არის მაგრამ მთავარი ამბავი ის არის როგორ გააკეთებს ამას და ეს კანკალი ხმაში შეპარული და თითქმის ტირილნარევი საუბარი აი საინტერესოა კიდე ეს დრამატული მუსიკის შემოსვლა ამ ამბავში ხო ეს ერთი ნახეთ ხო როგორც ცდილობდა ის რომ რაღაცა ემოციები გამოეხატა პირველ რიგში ალბათ მეც და ბევრ თქვენგანსაც შესაძლოა ამ კადრების ნახვის შემდეგ გახსენდებოდეთ ჩრდილოეთ კორეაში იგივე ტიპის სატელევიზიო გამოცხადებები ცნობილი ტელეწამყვანი ქალის მხრიდან და ეს მეორე რომელიც უნდა გაჩვენოთ ამან საერთოდ ალბათ ოსკარი ეკუთვნის ამ კაცს იმ შესრულებისთვის რომელიც მან შემოგთავაზა الله اکبر الله اکبر მასობაში თუ არ იგლოვებს ისე როგორც ამას აკეთებს სად არის შემდეგ უკვე განაგრძობს ამ გოდებას და მუქარას თან ცხადია ამ ყველაფერში მუქარაც უნდა იყოს რომ მტრებს გაანადგურებენ რაღაც ერთ მომენტში მახსოვს რომ ხელსახოციც ამოიღო და აი აქო უი გამოუღია აი تا عهدی که با امام خود بستند تا سرانجام ظهور پیش برند მოკლედ ამ კაცმა დიდი დრამა დადგა ნამდვილად პრემია ეკუთვნის თუმცა მხოლოდ ტელეწამყვანები არა იყო ბევრი კადრი გავრცელებული სოციალურ ქსელებში სადაც ჩანდა როგორ გლოვობდა რეჟიმის მხარდამჭერი ესეთი ღერძი ის ხალხი ვინც დიდი ხნის განმავლობაში საზრდოობდა და საზრდოობს ამ დრომდე იმ ფონზე რომ იჩაგრება და ღარიბდება ირანის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აი ეს გავთიშოთ ამასობაში ამის პარალელურად ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს დონალდ ტრამპი. თუმცა ეს პრინციპში ოპერაციის დაწყებამდე არის გადაღებული ეს კადრი და აღწერაში ნათქვამია რომ ტრამპი მარალაგოს თავის რეზიდენციაში რაღაც მიღებას მართავდა. ძალიან მხიარულად გამოიყურებოდა, ცეკვავდა, შემდეგ თქვა რომ ერთ საათში მე უნდა წავიდეო და მალევე დაიწყო ის რაც დაიწყო გუშინ. ასეთ ხასიათზე იყო ტრამპი მოკლედ თავისი ცნობილი ამერიკის სიმბოლოების მქონე ქუდებით
ისევე როგორც შემდეგ გამოჩნდა დაახლოებით 100-ივე ქუდით, როდესაც ოფიციალურად განაცხადა ოპერაციის დაწყების შესახებ. ერთ-ერთი, ვისაც ძალიან ეწყინა ალი ხამენეის ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა, არის პუტინი. მედიამ ამოიღო მისი წინა განცხადებები, სადაც ის 2025 წლის ზაფხულში, მაგალითად, მაშინ როდესაც მიმდინარეობდა პროცესი ირანის წინააღმდეგ, სწორედ შტატების და ისრაელის მონაწილეობით და ჩატარდა Midnight Hammer-ი ოპერაცია და გაანადგურეს ბირთვული ობიექტები. აი ამ პერიოდში პუტინი ასეთ რამეს ამბობდა, რომ გამორიცხულია, რომ ხამენეის ლიკვიდაციაზე იყოს საუბარი. არც კი განვიხილავ ამ ამბავსო, ძალიან თავდაჯერებულად ამბობდა ის ამას. Okay. Откровенно это обсуждалось. Господин Трамп, господин Нетаньяху. Я все это слышу, но я даже обсуждать этого не хочу. ხო, სხვათა შორის რუსეთში წუხან, ხო, პირველ რიგში პუტინზე უნდა ვთქვა, რომ მან სამზიმარი გამოუცხადა პრეზიდენტ პეზეშკიანს, რომელიც აღმოჩნდა გუშინ იყო ცნობები, რომ შესაძლოა ლიკვიდირებული იყოს პეზეშკიანიცო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცოცხალია და, პუტინმა მიუსამძიმრა ამ დანაკარგის შესახებ ეს ერთი. ამასობაში დუგინი მაგალითად ძალიან ანერვიულდა. დღეს ვკითხულობდი მის განცხადებებს, სადაც ამბობდა, რომ შესაძლოა უკვე ირანის შემდეგ ჩვენ ვიყოთ შემდეგიო რიგშიო და რაღაცა მინიშნებებს აკეთებდა, რომ სწრაფი რეაგირება საჭირო, ირიბად აქებდა, თან ლანძღავდა ტრამპს და ამბობდა, რომ ის მან როგორ ეშმაკურად იმოქმედა და როგორ სწრაფად მიეყენა დარტყმა ირანის სულიერ ლიდერსო. აი ეს უკვე არის პრეზიდენტ პეზეშკიანის განცხადება, რომელიც ყვება თუ როგორ ფორმირდება დროებითი ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ. აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის შემდეგ პეზეშკიანი ამბობს, რომ დროებითი მართველი საბჭო ჩამოყალიბდება, რომელშიც შევლენ თავად პრეზიდენტი, ასევე მოჰსენი ეიჯეი, ეს არის როგორც აქ წერია იუსტიციის მიმართულებით ლიდერი და ასევე აიათოლა არაფი, რომელიც ჩაანაცვლებს აიათოლა ალი ხამენეის. მოკლედ, ვიდრე ესენი გლოვობენ და აგონიაში არიან ამ ამბის ფონზე და თან ცდილობენ, რომ არ შეიმჩნიონ, პეზეშკიანის ერთ-ერთი ბოლო ციტატა ისეც იყო, რომ მათი ცხოვრება, ანუ მტრების ცხოვრება უგულისხმობდა ისრაელს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან ხანმოკლე იქნებაო, თავად ირანელი ხალხი, რომელმაც უდიდესი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე აი ამ დღემდე მივიდოდნენ დიდ მზეიმს მართავს როგორც ირანის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ დიასპორა თითქმის ყველა ქვეყანაში გამოვიდა ქუჩებში და ნახეთ არაერთი კადრი, სადაც ისინი ძალიან ხმამაღლა და დიდი ოვაციებით ხარობდნენ იმით, რომ იმ ინფორმაციით, რომ საბოლოოდ განადგურდა მათი მთავარი მტერი ალი ხამენეი, რომელიც ხელმძღვანელობდა რეჟიმს, რომელიც უკვე 47 წელია მართავს ირანს ისლამური რევოლუციის შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი პირველი კადრები ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თეირანში გადაღებული, სადაც ხალხის ოვაციები ისმის სახლებიდან. თელ ქალაქში არის ბევრი ექო შემოდის ამ კადრში. თელ ქალაქში არის ასეთი შეძახილები, შემდეგ უკვე ვნახე არაერთი კადრი, სადაც ხალხი ქუჩებში აღნიშნავდა ამ ამბავს, ანგრევდნენ ისლამური რესპუბლიკის სიმბოლოებს სკვერებში, ძეგლებს და ასე შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი ლინკი, რომელიც მოდით ვნახოთ ერთად, საკმაოდ ემოციურად გამოხატავს უშუალოდ ირანში მყოფი ხალხი თავის სიხარულს ხამენეის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვალების არასწორი ნათქვამია, დაღუპვის ლიკვიდაციის უფრო სწორია. გულის შეტევით ხო არ გარდაცვლილა ბოლო. სხვათა შორის ბევრს ეშლება ხოლმე. მსგავს
შემთხვევებში არასწორ სახელს არქმევენ, გარდაცვალება არა. ეს არის ლიკვიდაცია. ხო, ფეიერვერკები, ტაში, ზეიმი, ეს ხდება თეირანში. და არა მხოლოდ თეირანში, ამ ნიუსში ნათქვამია, რომ მაგალითად აბდანანი, ისპაჰანი, საქეზი და სხვა ბევრ ქალაქში აი ასეთი კადრები მრავლად იყო. აქ საკმაოდ დიდი ზეიმია. ამ კადრში როგორც ხედავთ, ხალხი პირდაპირ მანქანებიდან გადმოვიდა და ქუჩაში ესე სიგნალების თანხლებით ზეიმობს ხამენეის სიკვდილს. როდესაც ამ კადრებს უყურებ, ერთადერთი რამ მოგდის თავში, რომ ხო აი რანაირად უნდა მოახერხო ის, რომ იყო ქვეყნის ლიდერი და შენივე ქვეყნის მოსახლეობას აი ასე უხაროდეს შენი სიკვდილი და უხაროდეს ის, რომ თან ეს ყველაფერი მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის ჩარევით, ხო? ანუ მათ ქვეყანაზე მიმდინარეობს საჰაერო იერიშები, ამას ემსხვერპლა მათი ლიდერი და ხალხი ამას ზეიმობს, აი ასე. ეს კიდევ ერთი კადრია. ხო და ეს კიდევ არ არის სრული სურათი, თქვენ რომ ნახოთ და შეგიძლიათ ნახოთ, უამრავი მასალა არის, უბრალოდ ბევრი რამ აქვს მოსაყოლი და ვერ გავყვები ამ თემას დიდხანს კიდევ, გასაგებია ხო შინაარსი მოგიხევით, ანუ დიასპორა კიდევ უფრო დიდ მასშტაბში აღნიშნავს ამ ყველაფერს ევროპის ქალაქებში თუ სხვადასხვა კონტინენტებზე უამრავი ირანელი გამოვიდა ქუჩაში. თუმცა ეს ყველაფერი მაინც რისკებთან არის დაკავშირებული გარეთ გამოსვლა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ ფლობს ძალას ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსი, სხვათა შორის დღეს შეეცადნენ ისინი, რომ ქუჩებში გამოსულიყვნენ დემონსტრაციულად, მოტოციკლებით ესეთი კოლონები იყო და დადიოდა თეირანში, თუმცა ერთი კადრი ვნახე, საკმაოდ მძიმე სანახავი იყო და არ იქნება სასურველი, რომ აქ ვაჩვენოთ, შესაძლოა ვიდეო დაიბლოკოს და ამიტომ აღარ გაჩვენეთ ეს კადრი, მაგრამ თავადაც შეგიძლიათ მოიწიოთ, სადაც ჩანდა დრონით დარტყმა. ისრაელის ან ამერიკის საჰაერო ძალებისთვის ეს ამბავი არ დარჩენილა შეუმჩნეველი და დრონით მათ ერთ-ერთმა მიაყენა სასიკვდილო დარტყმა ამ კოლონაში მყოფ IRGC-ის წევრებს და მათი განადგურება მოხდა ადგილზე. ნებისმიერ შემთხვევაში ხალხი ჯერ კიდევ თავს იკავებს მასობრივად ქუჩებში გამოსვლისგან, იქიდან გამომდინარე, რომ გახსოვთ, რაც მოხდა იანვრის თვეში 32,000 ეს არის ციფრი, რომელსაც მაგალითად ამერიკის პრეზიდენტი ასახელებს ხოლმე, არის განადგურებული თავად მათივე ხელისუფლების მხრიდან და გასაგებია ეს, რომ დამატებით რისკებისგან თავს იცავენ ისინი, მაგრამ დაანონსებულია უკვე დიდი პროცესის შემდეგ, უკვე რაც დასრულდება ეს სამხედრო ოპერაცია, საბოლოო წერტილი ამ გეგმის მიხედვით, რაც გაცხადებულია უნდა დასვას სწორედ ირანელმა ხალხმა, ეს გეგმა მათ შორის დაანონსებული აქვს რეზა ფეჰლევის შაჰის მემკვიდრეს, რომელიც ამბობს, რომ ის აუცილებლად საბოლოოდ დაბრუნდება ირანში და ჩაიბარებს გარდამავალ პერიოდში ქვეყანას. მის განცხადებებსაც შევეხები უფრო ბოლოსკენ. მანამდე კი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ამბავია მოსაყოლი და გავაგრძელოთ, როგორც ვახსენე, ალი ხამენეის გარდა განადგურებული არის რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა გენშტაბის უფროსის აბდულ რაჰიმ მუსავის ლიკვიდაცია და შესაბამის განცხადებას ხედავთ აქ. ეს კი არის უკვე გაგრძელება ჩამონათვალში, რომელიც გუშინვე იყო უკვე ცნობილი და ჩემს წინა ვიდეოებშიც საუბრობდი ამასთან დაკავშირებით, მათ შორის სულიერი ლიდერის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში და უშიშროების საბჭოს მდივანი, ასე ვთქვათ, ალი შამხანი არის განადგურებული. ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის ხელმძღვანელი მოჰავად პაკპურიც არის განადგურებული. სალაჰ ასადი დაზვერვის სამსახურის უფროსი, ასევე ალი ხამენეის სამხედრო ბიუროს ხელმძღვანელი მოჰამად შირაზი არის ლიკვიდირებული, თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადე
ჰუსეინ ჯაბა ამელიანი, ეს არის კიდევ ერთ-ერთი დანაყოფის აქ აბრევიატურა და ვერ ხვდები რომელი დანაყოფის ლიდერი და ასევე ამ დანაყოფის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი რეზა მოზაფარი ნია, ესაც არის ლიკვიდირებული და აქ არის დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის კურირებდა ბირთვული შეიარაღების შექმნის საკითხს ირანში, შესაბამისად ისაც არის მაღალი ღირებულების სამიზნე, დავთვალოთ 1 2 3 4 5 6 7 სამხედრო მაღალჩინოსანი ამ ჩამონათვალში და პლუს აბდულ რაჰიმ მოსავი ირანის გენშტაბის უფროსი 8 ჯამში და ამას დამატებული სულიერი ლიდერი ალი ხამენეი. ხო, ამის შემდეგ უკვე გთავაზობთ აბას არაღჩის განცხადებას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, რომელიც ამბობს, რომ კი ბატონო, რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი არის დაღუპული ჩვენს რიგებში, მაგრამ ეს პრობლემა არ არის, ჩვენი სტრუქტურები ჩვეულებრივად განაგრძობს ოპერირებას და მათი ჩანაცვლება სწრაფად მოხდა, იმიტომ რომ ძალიან გამართული სისტემა გვაქვსო. ეს არის მისი განცხადება. You see, we lost some commanders, top-ranking military commanders, but they were immediately replaced because everything is very well established in Iran. You see, we lost. ყველაფერი კარგად ორგანიზებული აქვს და აწყობილია საათივით. კიდევ ერთი საინტერესო ფრაგმენტი მისი ინტერვიუდან, აბას არაღჩის ინტერვიუდან, სადაც პრინციპში ისეთივე ომახიანი ვეღარ არის, როგორც იყო ხოლმე წინა დღეებში და წინა პერიოდში, ვიდრე ეს ოპერაცია დაიწყებოდა. როგორც წესი, აბას არაღჩი იმეორებდა ირანის რეჟიმის გზავნილს, რომ ისინი მტერს პირწმინდად გაანადგურებდნენ, თუმცა ახლა უფრო მოკრძალებული არის არაღჩი, რაც ცოტა არ იყოს მენიშნა. ის ამბობს, რომ ამ ომიდან მოგებული არავინ არ დარჩება, ერთგვარად მინიშნება არის, რომ ხომ არ შევწყვიტოთ და რაღაცნაირად მოლაპარაკებებისკენ ხომ არ წავიდეთ. მე ესე გავიგე ყოველ შემთხვევაში. Cannot bring about any good result for the other side. There is no victory in this war, and they have not been able to achieve their targets, and they cannot achieve their targets in the coming days. მოწინააღმდეგისთვისაც ვერ იქნება ეს კარგი შედეგების მომტანი, ეს ომი არავისთვის არ არის მომგებიანი და ისინი ვერ შეძლებენ მიაღწიონ მიზნებს, რომელიც დასახული აქვთო, გამორიცხულიაო, თუმცა ხედავთ, რომ ერთ დღეში მათ პრინციპში საკმაოდ დიდ შედეგებს უკვე მიაღწიეს თუ დაუბრუნდებით იმ ჩამონათვალს, რომელიც წეღან ჩამოთვალე, რომლის სათავეშიც სულიერი ლიდერი არის. ხო, კი ბატონო, და ეს პროცესი გრძელდება. და კაცმა არ იცის რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. მინიშნებები კეთდება ოფიციალური წყაროების მხრიდან, როგორც ისრაელში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება პრინციპში ამაზე, რომ შესაძლოა ეს რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და არა მხოლოდ რამდენიმე დღე, რაც ასევე იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა რაღაც მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში გაგრძელებულიყო. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თავად ეფექტურობაზე პროცესის და განადგურებულ სამიზნეებზე. ისრაელის საჰაერო ძალები ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, ეს არის დღეს დილით დადებული ინფორმაცია პრინციპში და ეს არ მოიცავს დღის განმავლობაში განხორციელებულ დარტყმებს. დაახლოებით 1200 ბომბი და რაკეტა იქნა გამოყენებული ირანის ტერიტორიაზეო და აქ არის ნაჩვენები სწორედ სამხედრო ავიაციის კადრებიც როგორც ხედავთ. ეხლა საინტერესო ვიდეო მასალა, უпроსტად გრაფიკული მასალა, რომელიც გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ, ისრაელის თავდაცვის სამინისტროზეა საუბარი, სადაც არის ნაჩვენები 3 ეტაპი იმ შესრულებული საქმის, რომელიც უკვე ჩავლილია პირველი 24 საათის განმავლობაში, რა იყო მათი ამოცანა და მიზნები, რომელსაც უკვე მიაღწიეს დიდწილად. აქ არის აღნიშნული პირველი ეტაპი, ეს მოიცავს
დასავლეთ ნაწილში ირანის დასავლეთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემების განადგურებას. მეორე ეს არის უკვე საჰაერო დომინაცია უკვე როგორც დასავლეთ ასევე ცენტრალურ ნაწილში და თეირანის მიმართულებით და მესამე ეს უკვე არის წარმატებული დარტყმები უშუალოდ თეირანის ტერიტორიაზე და თეირანის საჰაერო სივრცის კონტროლი, ასე ვთქვათ. ისრაელის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ ამ სამივე მიზანს მათ უკვე მიაღწიეს პირველი 24 საათის განმავლობაში. აქვე არის შედეგების დემონსტრირება მათი მხრიდან, მაგალითად აქ არის ნაჩვენები მონიშნა სატელიტურ გამოსახულებაზე, რომ მათ აი ამ წერტილში გაანადგურეს თავდაცვის საბჭოს შენობა თეირანში, ეს კომპლექსი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კიდევ სხვა მასალები, რომელიც ასახავს ისრაელის საჰაერო ძალების მოქმედებას. აქ არის მაგალითად ნათქვამი იმის შესახებ, თუ სად დაარტყეს ბალისტიკური რაკეტების გამშვებ კომპლექსებს და თავად ბალისტიკურ რაკეტებს. ერთ-ერთი მათგანი არის ეს, რომელსაც ხედავთ. Heydar H1 ამ დასახელების ბალისტიკური რაკეტა, რომელიც მოქმედებს 800-დან 1650 კილომეტრამდე რადიუსში. გვაქვს ასევე დოკუმენტური დადასტურება მიყენებული დარტყმების ერთ-ერთ გამშვებ დანადგარზე და ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე არის საუბარი, იყო ის კადრი, სადაც განადგურდა. მეორე უკვე მოძრაობაში არის განადგურებული, როგორც ხედავთ. აქ განმეორებითი დარტყმა იმავე სარაკეტო სისტემაზე და ასეთი კიდევ არაერთი გვაქვს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან გავრცელებული. ესაც საინტერესო კადრი აქ არის ერთგვარი შენიღბვა პრინციპში, რაც მანამდეც გვინახავს ასეთი შემთხვევები იგივე ირანის ტერიტორიაზე, როდესაც გასულ წელს მიმდინარეობდა ოპერაცია. შენიღბვა გულისხმობს იმას, რომ გამოიყურება თითქოს ეს ჩვეულებრივი სატვირთო ავტომობილი, მაგრამ რეალურად შიგნით არის განთავსებული ბალისტიკური რაკეტები და ამ ობიექტის განადგურება მოხდა ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ. შემდეგ გვაქვს ასევე გამშვებების განადგურება, ამას სწრაფად გავივლი ამ ნაწილს, რაც არის ოფიციალური კადრები, დიდი გარჩევადობითაც არ გამოირჩევა პრინციპში და უბრალოდ ფოტო და ვიდეო დადასტურებაა და მინდა რომ გაჩვენოთ ესაც. ხო, მათი იერიშები ძირითადად ამ შემთხვევაში ასახავს სარაკეტო საფრთხეების განეიტრალებას და ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემების განეიტრალებას, თუმცა არა მხოლოდ ამაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში აქ არის F5 და F4 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების განადგურებაზე საუბარი და შესაბამისი ვიდეო დადასტურებაც. კიდევ ერთ საინტერესო ესეთი საპრეზენტაციო მასალა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან. ამ გრაფიკულ გამოსახულებაში აღწერილი არის ირანის ბალისტიკური რაკეტების წარმოების ტემპები და გამყოფი არის, ასე ვთქვათ, ლომის გამოღვიძება, ეს ოპერაცია, რომელიც გასულ ზაფხულს ჩატარდა. რამდენ საწარმოებდნენ მანამდე, რა ტემპით აწარმოებდნენ, რა მოხდა მის შემდეგ, როგორ დაიწყეს განადგურების შემდეგ ხელახალი პროგრამა, რამდენი წარმოების შესაძლებლობა ჰქონდათ და რა მოხდებოდა, აქცენტი ამაზე კეთდება, რა მოხდებოდა, რომ არა ამ ოპერაციის დაწყება, რომელიც ახლა მიმდინარეობს. აქ ნაჩვენები არის ყოველთვიური წარმოების ტემპი, დაახლოებით 100 ბალისტიკური რაკეტა თვეში და ვკითხულობთ, რომ ესე იგი ამ ოპერაციის გასულ ზაფხულს ჩატარებული ოპერაციის ჩატარებამდე მათ ჰქონდათ დაახლოებით 3000 რაკეტის ბალისტიკური რაკეტის არსენალი. შემდეგ უკვე ოპერაციის ჩატარების შედეგად ეს შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდა და ამას მიანიშნებს ეს, რასაც ახლა თქვენ ხედავთ ეკრანზე და ამ ოპერაციის ფარგლებში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 1500 რაკეტის წარმოების შესაძლებლობა მოსპო ისრაელის საჰაერო ძალებმა, თუმცა ოპერაციის შემდეგ იწყება კვლავ წარმოების ხელახლა გააქტიურება და აქ ეს არის ნაჩვენები და ნათქვამია, რომ ათეულობით რაკეტის წარმოება შეძლეს ყოველთვიურად
და დაახლოებით 2500 რაკეტის დამზადება საბოლოოდ ამ პერიოდის განმავლობაში გასული წლის ივნისის შემდეგ და რომ არა ეს ოპერაცია რომელიც ახლა დაიწყეს საბოლოოდ ნათქვამია რომ 2027 წლისთვის ბალისტიკური რაკეტების არსენალი იქნებოდა 8000-მდე დაახლოებით ასული შესაბამისად ეს პირდაპირ საფრთხე იქნებოდა ისრაელისთვის ამას ისინი ღიად ამბობდნენ დიდი ხნის განმავლობაში და მეტიც ვიდრე დაიწყებოდა ოპერაცია ისრაელს ოფიციალურად აქვს გაცხადებული რომ ჩვენ დავიწყებთ თუ თქვენ არ ჩაერევით და თქვენ წახვალთ მოლაპარაკებების გზით ჩვენ აუცილებლად დავარტყავთ ირანს მათ ბალისტიკური რაკეტების წარმოებას იქიდან გამომდინარე რომ ეს არის ჩვენთვის ეგზისტენციალური საფრთხე შემდეგ რა გვაქვს წავედით უფრო რეალურ კადრებზე ამ გრაფიკული გამოსახულებების შემდეგ და დღევანდელი დღის ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური კადრი ასე ვთქვათ აქ ჩანს თეირანის ცენტრში IRGC-ის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის სამეთაურო პუნქტების განადგურება ეს არის გვერდ მდგომი ორი შენობა რომელიც აი ასე გამოიყურებოდა თუმცა რამდენიმე წამში სრულად მიწასთან იქნა გასწორებული ვნახოთ ეს კადრები ერთდროულად ვიცი ალბათ ერთი 10 რაკეტა მოხდა ამ ორ შენობას და უდიდესი აფეთქება რამდენიმე წამში გასწორეს მიწასთან. ხო, ამ ამბავზე ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა გრაფიკული გამოსახულებაც, როგორც ხედავთ, ძალიან ეფექტურად მუშაობენ ამ ხრივაც ინფორმაციის გავრცელების ნაწილში და საკმაოდ ხარისხიანად გვთავაზობენ ამ ყველაფერს. აქ ორი სხვადასხვა გამოსახულება არის და ორივე შემთხვევაში ნაჩვენები არის სამეთაურო შტაბების განადგურება, შტაბინების, ასე ვთქვათ. ერთ შემთხვევაში ეს არის შიდა უსაფრთხოების სამსახურის შტაბინა, გენერალური შტაბი. და მეორე არის ეს IRGC-ის გენერალური შტაბი. რომლის კადრებიც უკვე ვნახეთ. აი ასეთი მიზანმიმართული და ძალიან სასტიკი იერიშები ხორციელდება ირანის რეჟიმის წინააღმდეგ, რაც კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მინიმუმ ალბათ 1-2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. დიდი ხანი შეიძლება ესე ჟღერს, მაგრამ ამ მასშტაბის ოპერაციისთვის ნამდვილად დიდი ხანი არის დამერწმუნებით და კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაცია რაც ეხება B2-ების გამოყენებას. ამაზე ინფორმაცია არ იყო ცნობილი, მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ჩვენ ხედავდით მობილიზებას, ბომბდამშენების, ავიაგამანადგურებლების, ავიამზიდების, მაგრამ B2-ების ჩართვა სიურპრიზი იყო ერთგვარი, რაც მედიას ყურადღების მიღმა არ დარჩენია. მოკლედ ამ ინფორმაციაში ნათქვამი არის, რომ 4 B2 სპირიტი გადაფრინდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან გასულ ღამეს. განახორციელა ოპერაცია და დაბრუნდა ისევ უკან, თუმცა ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული კონკრეტულად რომელ ობიექტებს დაარტყეს აი ამ ლეგენდარული ბომბდამშენებით, B2-ებით, რომელიც გამოიყენეს სწორედ შარშან ირანის ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად, როდესაც ჩამოყარეს ბუნკერ საწინააღმდეგო ბომბები, დიდი მძიმე ბომბები, მოპები, ასე ქვია თუ სწორად მახსოვს და თუ არ მეშლება. ეს არის უკვე დღევანდელი დილის კადრები, სადაც ჩანს ასევე IRGC-ის სამხედრო ობიექტების განადგურების ამსახველი კადრები, ხედავთ მასშტაბს, აქაც ამხელა სივრცეა და ყველგან უზარმაზარი აფეთქებების კვალია, სხვადასხვა მხარეს მთელი კომპლექსებს ანადგურებენ, ასე მიზანმიმართულად და ეტაპობრივად, როგორც ისრაელის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ძალები. შემდეგ რა გვაქვს? ხო, ესაც არის თეირანი, დიდი აფეთქების კვალი გვაქვს აქაც, არ არის გამორიცხული, რომ ეს სწორედ IRGC-ის შტაბინის
შტაბინაზე დარტყმის შემდეგ გადაღებული კადრი იყოს რაღაცნაირად ამსგავსებ მაფეთქებების ეფექტს ერთმანეთს და მასშტაბი გავს. ხო, ანეგ არის ან სხვა. არც ერთი წუთი არ არის ისეთი, რომ ირანის საჰაერო სივრცეში ან თეირანის თავზე არ დაფრინავდეს ამერიკული ან ისრაელის ავიაცია ან რაკეტები, იგივე ტომაჰავკის ტიპის რაკეტები, რომელსაც გუშინ დილიდან დაწყებული ძალიან ხშირად იყენებენ. ხო, ეს საინტერესო კადრია, აქ ამერიკული დრონი ჩანს, სადაზვერვო დრონი MQ-9 ასეთი დასახელების, რომელიც ირანმა გაანადგურა ამ შემთხვევაში. ეს არის ესე ვთქვათ პირველი დანაკარგი ტექნიკის, სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით და ასევე არის სამწუხარო ცნობები იმის შესახებ, რომ უკვე არის პირველი მსხვერპლიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების რიგებში. 3 ჯარისკაცის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურდა და 5 დაჭრილის შესახებ გაავრცელა ამერიკის ოფიციალურმა უწყებებმა ინფორმაცია. ხო, ეხლა ძალიან საინტერესო კადრი უნდა შემოგთავაზოთ, რაც ასახავს ისრაელის ტერიტორიაზე ბალისტიკური რაკეტებით მიტანილი იარიშის დროს არსებულ სურათს და აქ სიურპრიზი ჩემთვის იყო ის, რომ ქართული საუბარი გავიგე. აბა, ჩემი კაი გაქრა სადავტო? ჩემი კაი. აი, ჩემი კაი. აი, ნიკლაფე ხატყენო ისინი. ვერან განეიტრალეს რა ხდება? რამდენი მოდი შეხედე. განეიტრალეს. აი ამ მომენტში თუ დააკვირდით, იყო უკვე დარტყმის კონტაქტის მომენტი. აი აქ მოხდა შეჯახება ბალისტიკური რაკეტის წინააღმდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას ხედავთ. აქ მიწიდან მოხდა რაკეტის გაშვება, შემხვედრი რაკეტის გაშვება ბალისტიკური რაკეტის მოსახსნელად. ხო, ნუ ეს იმის დემონსტრირებისთვის უბრალოდ რომ ჩვენთან ძალიან ახლო არის ეს ყველაფერი, ჩვენთან პირდაპირ კავშირშიც არის, ირიბ კავშირშიც არის ეს პროცესები, რომელიც ვითარდება, იგივე ისრაელის ტერიტორიაზე უამრავი ქართველია, რომელიც აი ახლა ამ რეალობაში ცხოვრობს, ისინი მუდმივად არიან საფრთხის ქვეშ და ნუ უწევთ მაგ რეჟიმში ცხოვრება, თავშესაფარი საქმე. მოკლედ, მშვიდობას უსურვებ ყველა მათგანს, შესაძლოა მათ შორის ჩვენი ამ ვიდეოს მაყურებლებიც იყვნენ, ყველას მოკითხვა და მშვიდობიანი ცა, ასე ვთქვათ. თითოეულ თქვენგანს. სხვათა შორის არხის ანალიტიკას რო უყურებ ხოლმე, ისრაელი ტოპ 5-ში არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში გვიყურებენ, ევროპის ქვეყნებში გვიყურებენ და ნუ ისრაელიც ერთ-ერთი აქტიური ზონაა, სადაც ჩემ არხს თვალს ადევნებენ. დიდი მადლობა, რადგან საუბარმა მოიტანა, ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, აი ახლავე შეგიძლიათ ძალიან მარტივად subscribe-ს დააჭიროთ, ჩართოთ ზარის მონიშნა და დაელოდოთ ხოლმე შემდეგ განახლებას ვიდეოების. მნიშვნელოვან ამბებს არ გამოტოვებთ თუ ამ არხს გამოიწერთ, იმიტომ რომ ვცდილობ ინტენსიურად მიმოვიხილო ყველა საინტერესო მოვლენა, რაც უკავშირდება ჩვენს რეგიონს, პირველ რიგში რაც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობას, რომელიც ცოტა არ იყოს ეს თემა დამეჩაგრა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ცხელ მოვლენებს ვადევნებთ უკვე 24 საათზე მეტია ირანის ტერიტორიაზე თვალს. ამ შემთხვევაში ჩანს უკვე შემდეგ ვიდეოში ჰაიმარსების მუშაობა, რაც არის აქ მინიშნება, რომ 300 კილომეტრი არის მათი დაფარვის ზონა, ასე ვთქვათ. ეს ნიშნავს, რომ ირანთან ახლოს რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის განთავსებული ამერიკული ჰაიმარსები და იქიდან ხდება აი ამ რაკეტების გაშვება, ატაკამსის ტიპის რაკეტის გაშვება არის ამ შემთხვევაში ნახსენები ამ ინფორმაციაში, ჰაიმარსებითაც მოკლედ ბომბავენ ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურას. ეს კი არის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა, ყატარში გადაღებული კადრები არის ამერიკულ ბაზაზე. ესეთი დასათაურება ქონდა ამ ვიდეოს, რომ ამერიკელი სამხედროები პეიზაჟით ტკბებიანო. საუბარი ისმის აქ და მაგიქმება, რომ ამერიკელი სამხედროები არიან.
როგორც თქვი, გრძელდება კვლავ იერიშები მეზობელ ქვეყნებზე ირანის მხრიდან, რაც ბევრისთვის მოულოდნელობა იყო, პრინციპში მასშტაბებს თუ გავითვალისწინებთ. იგივე ბურჯ ხალიფას ტერიტორიაზე ვნახეთ ჩვენ ეპიკური კადრები, უდაოდ ჩამოვარდა იქ დრონები და პირდაპირ იერიშები იყო მიტანილი ამ ცათამბჯენებზე და ტურისტულ ზონებში, სავაჭრო სივრცეებში და ასე შემდეგ, აეროპორტებს დაარტყეს, ესაც ვნახეთ. და ამ ამბავს მოყვება შესაბამისი შედეგი თავში ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღეს მაგალითად არის დაგეგმილი საგარეო საქმეთა მინისტრების თათბირი, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონის 7 ქვეყანაზე იქნა მიტანილი იერიშები ირანელების მხრიდან. სხვათა შორის დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი იმასაც ამბობდა, რომ ალბათ დაისვა კითხვა თუ რატომ დაარტყეს, გავიგეთ საჰაერო ბაზები თუ სამხედრო დანიშნულების ობიექტები იქ რეგიონში, ამ ქვეყნებში, რომელიც არის ამერიკული, გავიგეთ რომ ამას უწოდეს ლეგიტიმური სამიზნე, თუმცა რაშუაშია იგივე ბურჯ ხალიფა და სხვა სამოქალაქო აეროპორტი რაშუაშია, ხო? აქ ესეთი განმარტების გაკეთებას ცადეს თუ თავის მართლება ერთგვარად, რომ იცით რა, ევაკუაცია მოხდაო სამხედროების, ამერიკელი სამხედროების ამ ბაზებიდან და ისინი სასტუმროებში გადაიყვანესო და რაღაცნაირად ასე გაამართლეს, ასე ვთქვათ, ესეთი მცდელობა ქონდათ, თორე გაამართლებით რას გაამართლებენ, გადაგიჟებულები არიან და საუდის არაბეთი განსაკუთრებით აქტიურობს, მათ პრინც ქონდა, მათ შორის სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპთანაც რამდენადაც ვრცელდება ინფორმაცია და არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს და უკვე მეზობელი ქვეყნებიც არაბული სახელმწიფოებიც ჩაერთონ სამხედრო ოპერაციაში IRGC-ის და ირანის რეჟიმის სამხედრო შესაძლებლობების გასანეიტრალებლად, იმიტომ რომ ისინი უკვე პირდაპირ საფრთხეს უქმნიან ამ ქვეყნებსაც. ხო, აქ რა გვაქვს, არ გამოგჩეს ეს ნიუსიც, საინტერესო მიმართულება გვაქვს ამ შემთხვევაშიც. ომანის სანაპიროებთან ახლოს მოხდა დარტყმა ნავთობტანკერზე და აი ეს კადრი არის სწორედ, რომელიც ამას ასახავს, ძლიერი ხანძარია. ჯერჯერობით არ ვიცით, მსხვერპლი იყო, დაშავებულები არიან თუ არა, ყოველ შემთხვევაში აქ ნათქვამია, რომ ევაკუაცია გამოცხადდა სასწრაფოდ ამ გემიდან და აი ამ ევაკუაციის პროცესში არის ეს გადაღებული კატარყიდან, როგორც ხედავთ. ხო, ესეც საინტერესო ამბავია, ვისი იყო ეს ტანკერი და რა მოხდა. საერთოდ არის გამორიცხული, ერთგან ვკითხულობდი, რომ შესაძლოა ეს იყო სულაც ირანული ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერი და შემთხვევით საკუთარ რესურსებს დაარტყესო, არ ვიცი, დეტალებში ვერ შევალ. ეს არის საინტერესო ამბავი, როგორც ვახსენე დასაწყისში, მსხვერპლი გვაქვს ისრაელის ტერიტორიაზე, ეს არის ბეით შემეში ქალაქი ცენტრალურ ისრაელში, სადაც ბალისტიკური რაკეტით განხორციელდა დარტყმა. ხედავთ ეფექტს, ძალიან მძიმე ნგრევა და ხანძარი არის და ერთ-ერთი ცნობით, რაც ვნახე, 6 ადამიანი არის დაღუპული და 20-მდე დაშავებული ამ ქალაქში მიტანილი იერიშის ფონზე. სამწუხარო ფაქტია, სამოქალაქო მსხვერპლი ისრაელის ტერიტორიაზე, რაც პრინციპში სამწუხაროა, მაგრამ შეუძლებელია, რომ ამ მასშტაბის ოპერაციას ამგვარ საფრთხეს, სადაც საუბარია ბალისტიკური რაკეტებზე, ასეულობით ბალისტიკური რაკეტის გაშვებაზე, სერიებად ყოველ ნახევარსაათში ირთვება, როგორც წერენ ისრაელში მყოფი ქართველები და არა მხოლოდ ისინი ყოველ ნახევარსაათში თითქმის ან ყოველ 1 საათში არის საჰაერო განგაში სიგნალი და ბალისტიკური რაკეტების გაშვება ხდება ირანის ტერიტორიიდან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ინტენსიური დარტყმების ფონზე, რასაც ვხედავთ კომპლექსურად, ეს საფრთხეები თანდათან დაიკლებს როგორც ისრაელის ტერიტორიაზე, ასევე სხვა რეგიონის ქვეყნების ტერიტორიებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღიურად მოხდება
განსაკუთრებით ბალისტიკური რაკეტების გამშვებების სამიზნეში ამოღება ისრაელის მხრიდანაც და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდანაც. აქაც ნაჩვენები გვაქვს ბანდარ აბასი, ეს არის სამხრეთ ნაწილი ირანის ტერიტორია და IRGC-ის საზღვაო ინფრასტრუქტურაზე დარტყმას ასახავს აი ეს ვიდეო. ბანდარ აბასი. ეს არის საპორტო ქალაქი და როგორც ჩანს აქ საზღვაო ძალების ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს დაარტყეს. შემდეგ კი გავაგრძელოთ, ესაც საინტერესო კადრია, ასევე თეირანში გადაღებული. სხვათა შორის ეს კადრი ბევრგან ვნახე და განსხვავებული აღწერა ჰქონდა. ერთ-ერთი ვერსია იყო ასეთი, რომ ირანის ერთ-ერთ სახელმწიფო მედიას დაარტყესო, ერთ-ერთ პროპაგანდისტულ არხს დაარტყესო, ასეთი ცნობებიც იყო გავრცელებული, თუმცა 100%-ით ამას ვერ ვიტყვი დადასტურებით ნამდვილად. ფაქტია, რომ ძლიერი აფეთქებები გრძელდება თეირანის ტერიტორიაზე და არა მხოლოდ თეირანის ტერიტორიაზე. მივედით ძალიან საინტერესო ამბავთან, დაახლოებით 2-3 საათის წინ ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ მათ დაარტყეს აბრაამ ლინკოლნს, ამერიკის საზღვაო ძალების ძალიან ცნობილ ავიამზიდს, რომელიც ოპერაციის მიმდინარეობის ზონაში მოქმედებს და ნათქვამი იყო სახელმწიფო ტელევიზიით, რომ 4 რაკეტა იქნა გაშვებული, ზებგერითი ბალისტიკური რაკეტები იქნა გაშვებული და ირწმუნებოდნენ, რომ ეს რაკეტები მიზანს მიწვდა, თუმცა მალევე ეს ინფორმაცია გამორიცხა CENTCOM-მა, ამერიკის შეერთებული შტატების და ამ ამბავს უწოდა fake news-ი. როგორც ვკითხულობთ ამ ოფიციალურ ცნობაში, აბრაამ ლინკოლნი განაგრძობს თავისი მისიის შესრულებას, ისევ მოქმედების ზონაში არის, ასე ვთქვათ, და მას არანაირი საფრთხე არ შექმნია. ამ განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, არ არის გამორიცხული, რომ მცდელობა იყო, რადგან აი პირველივე აბზაცში ვკითხულობთ, რომ ეს გაშვებული რაკეტები ახლოსაც კი არ მისულა აბრაამ ლინკოლნამდე, ანუ შესაბამისად დასკვნა გამოდის, რომ იყო გაშვებული, მაგრამ ვიდრე ახლოს მივიდოდა, მანამდე მოხდა მათი განადგურება. ცხადია, ამ ავიამზიდს და მის თანმხლებ გემებს აქვს შესაბამისი საჰაერო თავდაცვის სისტემები განლაგებული და წესით მსგავსი საფრთხეები გადაზღვეული არის და ეს არანაირად არ არის გასაკვირი. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩანს, მცდელობა ჰქონდათ ირანის რეჟიმის რევოლუციის გუშაქთა კორპუსს, რომ დაერტყა აბრაამ ლინკოლნისთვის, სხვათა შორის ამ გემის ჩაძირვით, ვიდრე მისი ლიკვიდაცია მოხდებოდა, იმუქრებოდა ალი ხამენეი. ის ამბობდა, რომ არსებობს ეს დიდი ავიამზიდები, რომელიც ჩვენსკენ არის მომართული, მაგრამ ჩვენ გვაქვს იარაღი, რომელსაც ამ ავიამზიდების ფსკერზე გაშვება შეუძლიაო. ეს განცხადება გამახსენდა ახლა. ხო და ამის მცდელობა ჰქონდათ როგორც ჩანს, მაგრამ არ გაუმართლათ. ნახოთ რა მოხდება მომავალში. კიდევ ერთ საინტერესო სიახლე განსხვავებული, აქ ამ შემთხვევაში გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპარსეთის ყურეში ემირატების კუთვნილი ნავთობჭაბურღილი გახდა ირანული შაჰიდ 136-ის სამიზნე და ამ ჭაბურღილის დაზიანება მოხდა. ესაც საინტერესო ამბავია. შემდეგი ასევე თეირანის დაბომბვის კადრები გვაქვს, ამაზე აღარ შევჩერდები, პრინციპში ასეთი უამრავი გაჩვენეთ. ეს არის კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, აბუ-დაბიში ხდება. შაჰიდ 136-ის კამიკაძე დრონი დაესხა თავს ამ შემთხვევაში. შაჰიდის ტიპის დრონი ამ შემთხვევაში მოხდა ფრანგულ საზღვაო ბაზას და არის აქ დაზიანება, როგორც ხედავთ. არის ვიდეო კადრიც, სადაც ჩანს დარტყმის მომენტი, უცნობია რა მასშტაბის არის ეს დაზიანება და რას მოხდა კონკრეტულად, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს არის ფრანგული საზღვაო ძალების ობიექტი. ესაც ფოტო დადასტურება. ასეთებიც ხდება.
ხო, შემდეგი საინტერესო ნიუსი ეხება ირანის ყოფილ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს. შესაძლოა ბევრ თქვენგანს ახსოვს ეს კონკრეტული პოლიტიკური ლიდერი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ირანის პრეზიდენტი, ბევრი ცოდვა ადევს ამ კაცსაც და აქ საუბარია იმაზე, რომ ბოლო საათების განმავლობაში მიტანილი ერიშების შედეგად აჰმადინეჯადიც არის ლიკვიდირებული. უცნობია ეს ამერიკელების თუ ისრაელის იერიშის შედეგად მოხდა, კომბინირებული შეტევის შედეგად თუ აი ამ ნიუსში ამაზე არის საუბარი. შესაბამისად აჰმადინეჯადიც უკვე შეუერთდა ხამენეის და სხვებს. შემდეგი ამბავი თეირანი, ამერიკული ავიაციის დაბომბვა, კარგით, ესეთი ბევრი ვნახეთ, ამიტომ ამაზე დროს აღარ დაგაკარგვინებთ. ესაც დაახლოებით იგივე სურათია. ეს არის ხო საინტერესო ნიუსი, ამერიკული ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებული ამბავი, რომ მათ გაანადგურეს ირანის საზღვაო ძალების ერთ-ერთი ხომალდი, ჯამარან, აი ასეთი დასახელების კორვეტი ომანის სრუტეში იყო და მას დაარტყეს როგორც ჩანს და ის ახლა იძირებაო ამ ინფორმაციაში, ასეთ ცნობას ვკითხულობთ. კი ბატონო. ნახლავე. ხო, სულ ორი ნიუსი დამჭა, რომელიც უნდა გაჩვენოთ. ერთი არის ფინალისთვის საკმაოდ საინტერესო. აი ამ მასშტაბური დარტყმების ფონზე, როგორც ჩანს, ვიღაცები რეჟიმის წარმომადგენლები უკვე ცდილობენ, რომ გამოსავალზე იფიქრონ. ზოგისთვის გამოსავალი შესაძლოა იყოს, რომ პროცესების განვითარებას დაელოდოს და როდესაც გემი ბოლომდე ჩაიძირება, მერე შეიცვალოს პოზიცია. ზოგისთვის გამოსავალი შეიძლება იყოს ის, რომ ეხლავე დაიწყოს ფიქრი და კავშირების მოძებნა, რომ შემდეგში იმუნიტეტი მიიღოს და ამის მცდელობებიც არის, რამდენადაც ავრცელებს ინფორმაციას ისრაელის მხარე. ისინი ცდილობენ შუამავლების მოძებნას. ჩვენ გვახსოვს ცნობილი განცხადება სკოტ ბესენტის, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივნის, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ამბობდა, რომ რაღაც უცნაური ფინანსური აქტივობებია და ირანელი მაღალჩინოსნები ცდილობენ, რომ ფინანსები მოაპილიზონ ქვეყნის გარეთ და გაქცევისთვის ემზადებიანო. მაშინ სკოტ ბესენტმა ასეთი ფრაზა გამოიყენა, მათ შორის, რომ ვირთხები გემიდან გასაქცევად ემზადებიანო. ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ გაქცევას და დადასტურებულ ფაქტს, რომ ავღანეთის საზღვართან არის რაღაც განსაკუთრებული ხალხმრავლობა და თუ ამ ცნობებს დავეყრდნობით, რომელიც არაერთი წყაროს მიერ ვრცელდება, IRGC-ის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის თანამშრომლები, მათი წარმომადგენლები გადაცმულები სამოქალაქო ფორმაში არიან ავღანეთის საზღვართან ქვეყნის დატოვების რიგში. ნახოთ ეს მასალა. ხო, არ ვიცი რას ამბობენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის აღწერაში სწორედ ეს ცნობა არის. და როგორც უკვე ვთქვი, ეს არაერთმა წყარომ გაავრცელა უკვე და ძალიან რეზონანსული ნიუსია. ბოლოს ვიდრე დაგემშვიდობებით, რეზა ფაჰლევის ჰქონდა კიდევ ერთი მიმართა როგორც საკუთარ თანამოქალაქეებს, მიმართა ასევე ირანის რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან სამსახურში და მოუწოდა, რომ დაყარონ იარაღი, გადავიდნენ ხალხის მხარეს და მიიღონ ამ გზით იმუნიტეტი, არ გაუწიონ წინააღმდეგობა მშვიდობიან მოქალაქეებს, როდესაც ამის დრო დადგება. ცხადია, ხამენეის სიკვდილსაც გამოეხმაურა და შეაფასა ეს როგორც ისტორიული მოვლენა და ისაუბრა მის მიერ ჩადენილ ბრჭყალებში საგმირო საქმეებზე, მოკლედ, ალბათ ადვილი მისახვედრია და აღარ გავყვები ამ შინაარს და ხო, ძირითადად მისი მიმართვის ფოკუსი არის საზოგადოებაზე, ირანელებს მოუწოდებს სიფრთხილისკენ და მოუწოდებს საბოლოო ბრძოლისკენ. საბოლოოდ მისი გეგმის მიხედვით უნდა ჩავიდეს ირანში, უნდა შეუერთდეს პროტესტს, რომელიც იმ დროისთვის იქნება მოძლიერებული, ეს უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც
დასუსტდება მაქსიმალურად რეჟიმი, რაც განადგურდება მათი სამხედრო შესაძლებლობები და უნდა დაიწყოს გადაბარება, ასე ვთქვათ, 100 დღიანი გარდამავალი პერიოდის გეგმა აქვს რეზა ფეჰლევის, რაც გულისხმობს რამდენიმე საკვანძო საკითხის დასაწყისშივე გადაწყვეტას, მათ შორის რელიგიის გამიჯვნას პოლიტიკური მმართველობისგან, ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან მშვიდობიან თანამშრომლობას, რეგიონის ქვეყნებთან მშვიდობიან თანამშრომლობას, დემოკრატიულ რელსებზე გადასვლას და შემდეგ უკვე ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვას. ის ამბობს, რომ მას არ აქვს ამბიცია, რომ იყოს შაჰი, მეფე ან რაღაც ერთპიროვნული ლიდერი. ის ამბობს, რომ მას სურს საკუთარი ფიგურა გამოიყენოს იმისთვის, რომ ირანელმა ხალხმა მოახდინოს მშვიდობიანად არჩევანის გაკეთება, პროცესი დაბრუნდეს კალაპოტში, ქვეყანა გარდაიქმნას და შეიცვალოს დემოკრატიისკენ იმ რეჟიმიდან, რომელ რეჟიმშიც ისინი უკვე ცხოვრობენ 47 წელია. კარგით, მე მგონი საკმაოდ ბევრი რამ ჩავატიეთ ამ ერთ ვიდეოში. უფრო ბევრი ხდება, მაგრამ ვცდილობ, რომ ინფორმაცია გავფილტრო და სხვადასხვა მიმართულებით საინტერესო ცნობები შევკრიბო ხოლმე, რომ მთლიანობაში სურათზე შეგექმნათ წარმოდგენა. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დრომდე უყურებდით ვიდეოს და საინტერესო იყო თქვენთვის, თუ ასეა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, გავზარდოთ ჩვენი აუდიტორია და თუ მეტის გაკეთების სურვილი გაქვთ და მე ამის იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება, ვნახოთ. გახდით მოკლედ ჩემი სპონსორები და მეხმარეთ იმაში, რომ შევძლო ამ საქმის გაგრძელება, ამ პროექტის გაგრძელება, გავხდე ფინანსურად დამოუკიდებელი ამ ნაწილში და უფრო მეტი დრო დაუთმო ყოველდღიურად მუშაობას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით ნახვამდის, დიდი ხნით არ დაგემშვიდობებით, ცხელი ამბები ბევრი ხდება და ალბათ ახლო მომავალში კიდევ შემოგთავაზებთ ახალ ამბებს. ნახვამდის დროებით.